ბოლო დღეებში აქტიური განხილვის თემა გახდა პრემიერ-მინისტრის წერილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი, რაც ბევრი მიმართულებით აღიქმება, როგორც პოლიტიკური სიგნალი. Როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ღია წერილს, როგორც მცდელობას აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენისა და სუფთა ფურცლიდან დიალოგის დაწყებისკენ. რამდენად სწორად არის შერჩეული ფორმატი და ტონი ამ მიზნის მისაღწევად? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე მგონია, რომ მსგავსი ტიპის ეპისტოლური ჟანრი მაშინ გამოიყენება, როდესაც დიპლომატიური რესურსები ამოწურვია. მე მგონია, რომ დიპლომატიური რესურსები ამოწურვული არ უნდა იყოს, ამიტომ ესეთი ეპისტოლარული ჟანრის გამოყენება არამართებული იყო მით უმეტეს ამ ფონზე თან ტრამპთან, რომლის ფსიქოტიპიც გასათვალისწინებელია, თუ რამდენად ექსცენტრიული ადამიანია და შეიძლება მან გამოიწვიოს გარკვეულწილად დააზიანოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობა, რომელიც ისედაც საკმაოდ დაზიანებულ მდგომარეობაშია დღეს და მთელი პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობის და ამ ურთიერთობების ამერიკასთან რატომღაც მონოპოლია ოპოზიციამ აიღო, რაც ჩემი აზრით დაუშვებელი და შეცდომაა. თუმცა არის ერთი ფაქტორი, რომ გვახსოვს ჩვენ ირაკლი კობახიძემ დაასწრო პროცესს ევროკავშირის ლიდერები კრიტიკის ქარცეცლით გამოვიდნენ ქართული ოცნებიდან, მათ განაცხადეს, რომ 28 წლამდე ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში და ვწყვიტავთ ამას. ეს იყო წინასწრებით გაკეთებული განცხადება და იგივე განცხადება არის გაკეთებული ეხლაც და ეს წერილიც ამაზე მიუთითებს, რომ ამ წერილით საქართველოს ხელისუფლებამ კერძოდ ირაკლი კობახიძემ დაასწრო ამერიკის სენატს და კონგრესს მეგობარაკთან მიმართებაში, რომელიც უეჭველად იქნება მიღებული როგორც სენატზე, კონგრესში მიღებულია და სავარაუდოდ ტრამპიც ხელს მოაწერს და ამას დაასწრო ჩემი აზრით. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი რამდენად გამართლებული იყო. ძალიან ესეთი საკამათო თემა არის, მე ვფიქრობ, რომ მანამდე ხელისუფლებას ყველანაირი გზა უნდა მოეწია, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დაელაგებინა დიპლომატიური. სამწუხაროდ ეს ნაბიჯები არ იქნა დაგეგმული, მოხდა საგარეო პოლიტიკაში ცვლილება და საგარეო საქმეთა მინისტრის შეიცვალა, რამაც გარკვეული ვაკუუმი გამოიწვია ამ თვალსაზრისით, რამაც დააზიანა ეს ურთიერთობები. ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართულებითაც ურჩი არ არსებობს ფაქტურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის ცვლილებამაც საკმაოდ დააზიანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და არც ლობისტური ჯგუფები არ იქნა გამოყენებული და მათი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით. სამწუხაროდ ფაქტი ის არის, რომ აქამდე მოვედით. უმეტმა ქნას, რომ ტრამპა ამ წერილზე პასუხი გასცეს, თუნდაც ეპისტოლური ჟანრით, თუნდაც კომენტარის სახით, მაგრამ მე რატომაც გონია, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები მას შემდეგ იქნება განახლებული, რაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა დაალაგდება უკრაინასთან მიმართებაში. თუმცა ეს როდის მოხდება, ამაზე ცოტა რთული სათქმელია, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ ეს სწრაფად მოხდეს უკრაინასთან მიმართებაში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის დაალაგება. თუმცა ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ რევერანსებს გამოხატავს, რაც მიანიშნებს, რომ მათ სურვილი აქვს, რომ ერთმანეთში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოხდეს. რამდენად მოხდება, მე ძალიან სკეპტიკურად ვფიქრობ ამ ფაქტზე. შემდეგი კითხვაც სწორედ ამაზე მაქვს. თქვენი აზრით, რატომ არ მოჰყვა საჯარო პასუხი ამ წერილს ამერიკის ადმინისტრაციისგან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა როგორც კობახიძე აღნიშნავს, საქართველოს და აშშ-ს მიმდინარე ხელისუფლებებს შორის ღირებულებითი თანხმედრა არსებობს. ხო, ეს ჩემთვისაც გამოცანა არის. ღირებულებითი თანხმედრა არსებობს კი არა, ქართული ოცნების ნარატივს თავიდან ბოლომდე იმეორებდა ტრამპი, იმიტომ რომ ჯერ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ეს ნარატივი, ხო? და შემდეგ ტრამპა ზუსტად იგივე ნარატივით მოიგო არჩევნები.
ჩემთვის მართლა გასაოცარია. პარალელურად ვხედავთ, რომ უნგრეთთან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სულ სხვანაირი ურთიერთობები დაალაგა. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციაში სხვა გადაწყვეტილება იყო უნგრეთთანაც დაკავშირებით მიღებული და იქაც სანქცირებული იყო ბევრი პოლიტიკური ფიგურა. იგივეს ვერ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებაში. რა უშლის ამ ყველაფერს ხელს, არ ვიცი. ეტყობა გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ მოახდინონ საქართველოს საკითხით მანიპულირება, მათ შორის ტრამპის გარემოცვაშიც, რაც რა თქმა უნდა სასარგებლო ნამდვილად არ არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ მე მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ მათ მიიღონ ყველანაირი ზომები, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადავიდეს ახალ ციკლში. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ მსგავსი ინიციატივები საზოგადოებამ სწორად აღიქვას და რას უნდა ველოდოთ ამ ნაბიჯის გაგრძელებად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში? მე ვფიქრობ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა იმხელა მანძილი გაიარა უკვე, რომ ეხლა ამის აღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და დიდი შეცდომა იქნება, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ, რათა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები შენარჩუნდეს და მოიძებნოს საერთო შეხების წერტილები და ჩვენ შეგვიძლია რომ საერთო შეხების წერტილები მოუძებნოთ აუცილებლად. კი არ შეგვიძლია ვალდებული ვართ რომ მოუძებნოთ ეს საერთო შეხების წერტილები, თუმცა რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება მართებულად გააზრება თუ საქართველოსთან ურთიერთობის არეულობით რამხელა გავლენას კარგავს კავკასიაზე და რაც რა თქმა უნდა მიზანშეწონილი მისთვისაც არ უნდა იყოს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპში შემდეგი განცხადება გააკეთა, რომ თუ გნებავთ ჩვენთან ურთიერთობების დარეგულირება, ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრისთვის, ოღონდ გაითვალისწინეთ ჩვენი ინტერესები. რაც როგორც უარენულ სახელმწიფოს ალბათ მართებული განცხადებაა. თუმცა უფრო მეტი დიპლომატია და უფრო მეტი მოხდენილობაა საჭირო ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები. რა მნიშვნელობა აქვს აშშ-ის პოზიციას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან დაფრთიანდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, მათგან ფინანსდებოდნენ ეს ძალები, რომლებიც მე პირადად ვეძახი რაღაც მეხუთე კოლონას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს უფრო მეტად გამოხატავენ და ამჟამად მათი როლი და მათი ძალა უფრო მეტად გაიზრდება და მათი დაფინანსება უფრო მეტად გაიზრდება გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რაც არის შექმნილი, რომ ხელისუფლება კომუნიკაციას და დიპლომატიას კარგავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამ დროს ოპოზიცია მაქსიმალურად კომუნიკაციაშია და მაქსიმალურად დიდ მარკი-ქმედების კოეფიციენტს ავლენს ამ თვალსაზრისით, რაც გამოიწვევს ოპოზიციის და ამ მეხუთე კოლონის მიმართულებით ძალიან დიდი ფინანსური რესურსების, ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოვლენას, რაც მთლიანობაში დადებითად ნახოთ არ იქნება ასახული საქართველოს. შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ქვეყანაში. მით უმეტეს ვიცით, რომ ადგილობრივი არჩევნებია მოსალოდნელი, ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნებს, იძახის, რომ ეს ყველაფერი ალეგიტიმურია, აგერ 26 მაისი მოდის და 26 მაისზე უნდათ რომ ალბომი ჩაშალონ და თვითონ მიიღონ ალბომი რაღაცა დესტაბილიზაციის სქემა აქვს შექმნილი და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან ცუდად იმოქმედებს ზოგადად ქვეყნის იმიჯზე. ხომ არ აღიქმება ამერიკული განცხადებები, როგორც ჩარევა საქართველოს სუვერენულ საკითხებში? ამერიკის შეერთებული შტატები კონგრესს რაც შეეხება აკეთებს განცხადებას, რომელიც თავიდან დაარქვა მეგობრული აქტი საქართველოსთვის და შემდეგ შეცვალა და დაარქვა, რომ ეს არის გავლენების შემცირება საქართველოში ირანის, ჩინეთის და რუსეთის. შესაბამისად ეს ყველაფერი გათვალა თავის მომხრე და თავის ამორჩევლის
მენტალიტეტზე გათვალა, რომ დღეს პრობლემა არის რუსეთთან მიმართება, ირანთან მიმართება და ჩინეთთან მიმართება ამერიკელი ამომრჩევლისთვის. შესაბამისად ამაზე გათვალეს. ჩემი აზრით გადამეტებულია ეს ყველაფერი, თუმცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ისინი აქ წარმოადგენენ, მხოლოდ ეს იდეა შეიძლება მათთვის მიეწოდებინა და აქ ჩანს თვალნათლივ, რომ აქაური ძალა და იქაური ძალა, რომლებიც ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ, რაღაც შედეგს მიიღებენ სავარაუდოდ. რამდენად შეესაბამება ამერიკის მოთხოვნები და რჩევები საქართველოს გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს? ამერიკის მოთხოვნებს გააჩნია რა არის და საქართველოს ინტერესები რა. საქართველოს ინტერესები, მოდით ჯერ ჩამოყალიბებ საქართველოს ინტერესებს. საქართველოს ინტერესები არის სტაბილური და გრძელვადიანი განვითარება, უღუმარი და ასე ვთქვათ, ფრთხილი დამოკიდებულება გარშემო პროცესებისადმი, არანაირ ომში და საომარ-მოქმედებაში არანაირი მონაწილეობის მიღება, სადაც არ უნდა იყოს, ფაქტიურად აქტიური ნეიტრალიტეტის სტატუსი, შექმნა ჰაბის, როგორც სატრანსპორტო, ისე ფინანსური ჰაბის ქვეყნის მიმართულებით, ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება, აღგენა და მძლავრი ეკონომიკური შეუქცევადი განვითარების უზრუნველყოფა თავისი მოსახლეობის სოციალური გარანტიებით. და ეს უნდა იყოს სტაბილური განვითარების მიმართულება და მუდმივი ზრუნვა ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რომ ჩვენ არ ვიყოთ აღმოჩენილი რომელიმე, ასე ვთქვათ, ტურბულენტურ სივრცეში. მოვახდინოთ ჩინეთიდან და ინდოეთიდან მომავალი დიდი სატრანსპორტო ლოჯისტიკური ხაზების საქართველოზე კვეთა, გავაძლიეროთ შავი ზღვის პოტენციალი, რათა შავი ზღვა იყოს ხიდი, პირდაპირი ხიდი რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან, რათა ჩვენი თვითმფრინავა გაიზარდოს ევროპის და ამ აზიის მიმართულებით. აი ეს არის ჩემი აზრით ყველაზე სტრატეგიული მიმართულება. ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი დღეს ტრამპის ხელისუფლების პერიოდში უნდა იყოს ჩემი აზრით ომის გაჩერება უკრაინაში, როგორც თვითონ ამბობენ, და რუსეთთან ურთიერთობის დაალაგება. ამ შემთხვევაში თუ რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებენ და უკრაინაში ომი გაჩერდება, მაშინ უეჭველად ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოში მშვიდობით. მაგრამ თუ ის ძალები, რომლებიც ძველადაც ცდილობდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, ის ძალები იმარჯვებენ კვლავ, მაშინ საქართველოს და ამერიკის ინტერესები ერთმანეთს დაშორდება, რაც სამწუხარო იქნება, მაგრამ საქართველოს არ დაუშვებს, რომ ნებისმიერი გზით რომელიმე ომში ან საომარ მოქმედებებში ჩაერთოს, ვინც არ უნდა იყოს ის. საქართველოს სახელმწიფო საზიანოდ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საქართველოს ინტერესში არ შედის საომარი მოქმედებების განვითარება, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დიდი ტერიტორიები დავკარგეთ აი ამ გაუთვლილი პოლიტიკური და საომარი მოქმედებების გამო. საერთაშორისო კონტექსტშიც რომ ვიმსჯელოთ, როგორია დასავლეთის განსაკუთრებით აშშ-ის სტრატეგიული ხედვა საქართველოს რეგიონის მიმართ? საქართველოს რეგიონს აშშ ჩემი აზრით უყურებს როგორც ერთიანს, ეს არის სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მართალია ყველა ქვეყანა თავისებურად სპეციფიკურია, მაგრამ აზერბაიჯანში არის გაზი და ნავთობი, რაც ამერიკისთვის უმთავრესი ამოცანა არის, იმიტომ რომ როდესაც ამერიკის საგარეო პოლიტიკას განიხილავ, უპირატესად ამერიკის საგარეო პოლიტიკა ენერგეტიკულ პოლიტიკაზეა აგებული. შესაბამისად, ენერგეტიკული მატარებელი აქ არის კასპიის ზღვის ნავთობპროდუქტები და გაზი, რომელიც ტრანსპორტირებაც უნდა მოხდეს საქართველოს გავლით. ამიტომ საქართველო არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა. იგი აერთებს აზერბაიჯანს და ევროპას საქართველოს გავლით ამ ენერგორესურსებს, ეს ერთი და მეორე სომხეთი, რომელიც ასევე მოქცეული არის საკმაოდ მძიმე გეოპოლიტიკურ ოლქშია მოქცეული, იქიდან აზერბაიჯანი, აქედან თურქეთი, საკმაოდ რთულ მდებარეობას იკავებს. ერთადერთი მაკავშირებელი დანარჩენ სამყაროსთან არის საქართველო და
გამომდინარე კიდევ რომ ამერიკის შეერთებული შტატებში საკმაოდ მძლავრია სომხური ლობი, მათ სისხორცეული ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ საქართველო იყოს სტაბილური და სტაბილურად გრძელვადიანად სტაბილური ქვეყანა ომის და უბედურებების გარეშე, რათა სომხეთს კონდეს, ასე ვთქვათ, მუდმივი მშვიდობიანი გასასვლელი შავ ზღვაზე. ხედავთ თუ არა რუსეთიდან მომდინარე გავლენას ამ დიალოგზე? რუსეთს თავისი ამოცანა აქვს. რუსეთის ამოცანა ამ ეტაპზე არის, რომ საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, აქედან მეორე ფრონტი არ გაიხსნას და არ შეექმნას საფრთხე აქედან ჩრდილოეთ კავკასიას მის ტერიტორიებს, თუმცა გარკვეული ძალები დასავლეთში დღემდე არ ტოვებენ იმ იდეას, რომ რუსეთს დაშლიან და რუსეთის მაგივრად ბევრ სახელმწიფოს წარმოშობენ, რაც ჩემი აზრით ცარი წარმოდგენაა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ერთი რუსეთი აკონტროლებს ატომური იარაღს, რაღაც 465-ია ასე შემდეგ და შემდეგ რამდენიმე სახელმწიფო თუ დაიშალა, წარმოიდგინეს ატომური იარაღი სად და როგორ განაწილდება გახმა არ იცის, რა კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შექმნის მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ეს ასე ვთქვათ, ბოდვითი იდეები უნდა ჩავარდეს წარსულს და ყველა უნდა გადავიდეს სტაბილურ ურთიერთობებზე, ურთიერთსარგებლიან ეკონომიკურ ურთიერთობებზე. პრინციპში, რასაც ჩინეთი ცდილობს, რომ შესთავაზოს მთელ მსოფლიოს, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობები მთელ მსოფლიოსთან. რა როლი აქვს უსაფრთხოების საკითხებს, გულისხმობ ნატოსთან ურთიერთობა, სამხედრო დახმარება და ასე შემდეგ დიალოგში? ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა ცოტა არ იყოს შეიზღუდა და ჩემი აზრით კონსტიტუციაში როდესაც წერია რომ ნატოში უნდა შევიდეს საქართველო, ეს არის ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ნატოში შესვლის ცდილობამ გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომი, რასაც ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩენა მოყვა ჩვენი მეგობარი და საყვარელი უკრაინის, რომელიც განადგურებულია მისი ინფრასტრუქტურა, განადგურებულია მოსახლეობის დიდი რაოდენობა, გაქცეულია მოსახლეობის დიდი რაოდენობა და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს უკრაინა და შეიძლება ითქვას ეს ყველაფერი ნატოს გაფართოების გამო დაიწყო. და თუ ჩვენ სამ იდეებს არ მივატოვებთ და რაღაც სხვა ფორმატებს არ მოვძებნით, შეიძლება ჩვენც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ გაცილებით მძიმეში ვიდრე უკრაინა. უკრაინა ამდენ ძლებს და ფრონტს აწარმოებს საკმაოდ დიდ სივრცეში 1200 კილომეტრზე და საქართველოს განადგურება ძალიან მცირედ დაჭირდება სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენ გავითვალისწინოთ თუნდა ჩვენი შესაძლებლობები და რეალური პოლიტიკის ფარგლებში ვიმოქმედოთ და არა ილუზიური და ჩვენ რაც გვინდა ისე არ უნდა ვიმოქმედოთ გეოპოლიტიკაში და პოლიტიკაში ესეთი მოქმედებები მკაცრად იშება. ეკონომიკის კუთხითაც რომ ვიმსჯელოთ, ეკონომიკურ ჭრილში რა მხარდაჭერას თავაზობს ამერიკა საქართველოს და როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ ეს შესაძლებლობები? ეკონომიკური კუთხით ამერიკა საქართველოს სამწუხაროდ არანაირ მხარდაჭერას არ თავაზობს. მე არ მეგულება ამერიკიდან დიდი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში არის ჩადებული. ეს არ ვიცი რის გამო არის გამტირობებული, თუმცა ეხლა ამერიკა თუ სირიაში აპირებს ინვესტიციის ჩადებას და საქართველოში არ აპირებს ჩადებას, მე ცოტა არ იყოს გაუგებრად მიმაჩნია. სირია, რომელიც რა ვიცი, ხელისუფლებაში ფაქტიურად ნახევრად ტერორისტი კი არა, ტერორისტი ადამიანი მოვიდა, რომელიც ხალხს ხოცავდა, მასთან თუ აპირებს ინვესტიციის გაკეთებას ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოში არა, ცოტა არ იყოს ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად. საზოგადოებრივი რეაქცია და მედიის როლი ამ ყველაფერში როგორ არის გაშუქებული ეს დიალოგი ქართულ მედიაში? არის თუ არა საზოგადოების მხრიდან ფართო ინტერესი ან სკეპტიციზმი ამ თემასთან დაკავშირებით? რა თემასთან დაკავშირებით? ამერიკა საქართველოს ურთიერთობასთან და კონკრეტულად აი კობახიძის ამ ღია წერილსაც რომ შევეხოთ. ეს რა თქმა უნდა ესეა, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიმართ ბევრი პრეტენზიები წარმოიშვა წინა ხელისუფლების პერიოდში და შემოვლენაძის პერიოდში, ბევრი ხელისუფლების პერიოდში ბევრი პრეტენზიები წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. ამიტომ ეს საზოგადოებაში დაგროვილია ეს პრეტენზიები.
და აგრესიაც დაკრულია. იყო რაღაც პერიოდი, როდესაც რაღაცა გამოსწორების გზაზე იდგა ეს ურთიერთობა. შემდეგ საზოგადოებაშიც ეს შეიცვალა დადებითად. და ამჟამად რადგანაც საზოგადოება პოლარიზებულია ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეებად. შესაბამისად ოპოზიციის მომხრეები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მოახდინონ დისკრედიტაცია ხელისუფლების, როგორც ასე ვთქვათ, პროდასავლური ძალის და ასე შემდეგ და მას აკრავენ უეჭველად კლეიმოს, რომ ისინი არიან პრორუსულები. ამას ღამეც რო გააღვიძა ნებისმიერი ოპოზიციონერი, ამას დაგიმტკიცებს და ამას გეტყვის. ხელისუფლება კი ვერ აკრავს კლეიმოს ოპოზიციას, გარდა მეხუთე კოლონისა და გარდა აგენტურისა, უცხოური ქვეყნის. უცხოური ქვეყანა ამ შემთხვევაში გამოდის დასავლური ქვეყნები. და გინდა არ გინდა, წამგებიან მდგომარეობაში ვარდება საზოგადოების ფართო ფენებში, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება. და ორივე კარგავს ამითი ქულებს და ხმებს. იმიტომ რომ ერთიც ნაკლებად მიმზიდველია, რომ დაუშვათ ამას კლეიმოს აკრავენ, რომ ეს პრორუსულია, მაგრამ პრორუსული არ არის, მაგრამ აკრავენ ამ კლეიმოს და რამის დააჯეროს ნახევარ მსოფლიოს და ნახევარ საქართველოს, ეს პრორუსული ხელისუფლება არ იმიტომ სინამდვილეში არ არის ეს პრორუსული ხელისუფლება. ცდილობს, რომ პროკარტული პოლიტიკა გაატაროს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. მაგრამ როდესაც ხელისუფლება მათ აკრავს კლეიმოს, რომ ისინი არიან აგენტები, ბევრს ჯერავს და პრინციპში ეგრეც არის, იმიტომ რომ უცხოური ქვეყნების გავლენას ატარებენ და აგენტები არიან, მაგრამ ამ უცხო ქვეყნის მთავრობის დავალებებს ასრულებენ, აგენტი გამოდის. მაგრამ ბევრში ეს მიზიდულობის ძალას პოულობს, იმიტომ რომ ხედავენ, რომ იქიდან შეიძლება ფული წამოვიდეს, გრანტები და ასე შემდეგ, ამიტომ იმით ხარით შეიძლება გადავიდნენ. ესეც აი რაღაც ახლებური იდეოლოგიური დაპირისპირება არის მოსაფიქრებელი. დღევანდელი მდგომარეობა ამერიკა-საქართველოს შორის რამხელა როლი აქვს ოპოზიციას ამაში შეტანილი, რა წვრილი მიუძღვის, რომ დღეს ამ გაურკვევლობაში ვიმყოფებით? ოპოზიციას დიდი წვლილი აქვს შეტანილი, მათ შორის ლობისტებს აქვს დიდი წვლილი შეტანილი, რომ გააჩნდა ურთიერთობა დღევანდელ ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, იმიტომ რომ ისინი მუდმივად დადიოდნენ და კულუარებშიც თუ არა კულუარებშიც პირდაპირაც და ირიბათაც ათასნაირ სიბინძურეს და ათასნაირ ტყუილ მართალს საუბრობდნენ ხელისუფლების კაბინეტებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის კაბინეტებში, რამაც შედეგი გამოიღო, რომ ბუნებრივია თავისთავად, როდესაც ერთი და იგივე ადგილას, ერთი და იგივე ინფორმაციას აწვდიან, ბოლოს გიჯერებენ ამ ინფორმაციას, როცა შენ ალტერნატიულ ინფორმაციას მეორედ არ აწვდი, ეს ავტომატურად ხდება, რომ ის იჯერებს ამ ინფორმაციას. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში დაკარგა უპირატესობა, რომელიც ადრე ჰქონდა და თითქმის ყველა ხელისუფლების დროს ჰქონდა უპირატესობა ხელისუფლებას და ეხლა რატომღაც დაკარგული აქვს ეს საგარეო პოლიტიკური ინფორმირების აუცილებლობა აქ დაკარგული და რატომ მე ამას ახსნას ვერ პოულობ. აი რა შეიძლებოდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ თუნდაც განეიტრალებულიყო ოპოზიციის ეს მავნე ჩართულობა ჩვენს ურთიერთობებში? უნდა შეექმნა საკუთარი მხარდამჭერი დეპუტატების ჯგუფები, კონგრესმენების ჯგუფები უნდა შეექმნა, უნდა დაეხარჯა თანხა თვალსაზრისით, სენატში უნდა შეექმნა საკუთარი მხარდამჭერების ჯგუფები, უნდა შეექმნა მედიაში მხარდამჭერი ჯგუფები, უნდა შეექმნა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იფუნქციონირებდნენ და შესაბამის მიმართულებით მოახდენდნენ აზრის, ასე ვთქვათ, ლობირებას. ასევე უნდა მიეღოთ აუცილებლად ფინანსური მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში ტრამპის და არა მარტო ტრამპის, არამედ ბაიდენისაც, რომ ორივე მხარეს ყოფილიყო, ასე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯი და ამის შედეგად მოხდებოდა ორივე პარტიის მხრიდან მხარდაჭერის
პირდაპირი გამოხატულება. Სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ ეს არ გააკეთა. და უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ საერთო ფაქტიურად არ არსებობს ამერიკის შეერთებული. რამაც გამოიწვია ეს, რასაც ახლა ვხედავ. მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ახლა იქნება დაიწყოს ეს აღორძინების პერიოდი და ეს წერილი, რომელიც კობახიძემ მიწერა ტრამპს, თუ შეიძლება მოხდეს სასწაული და ტრამპაც უპასუხოს ამას წერილით. და ვნახოთ, იქნება ამის მიჯნაზე ვდგევართ, იმიტომ რომ ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ეს წერილი შეუთანხმებლად იქნეს მიწერილი, ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია. და თუ ეს შეუთანხმებლად არის მიწერილი, მაშინ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ და თუ შეთანხმებულად არის მიწერილი და პასუხი იქნება ტრამპისგან, მაშინ ალბათ რაღაცა გადათვირთვა დაიწყება და ჩვენთვის საქართველოსთვის სისხორცეულად სასიცოცხლო ინტერესებში შედის ამერიკასთან საერთაშორისო ურთიერთობების არათუ დაკარგვა, არამედ გააქტიურება და უფრო მეტი კომუნიკაციის აღდგენა და შენარჩუნება. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს დღეს სამი დიდი პოლიტიკური დევი მართავს, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი. შესაბამისად უნდა მოახდინოთ ამ სამ დევთან ჩვენი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ალგორითმის შექმნა, რომ მათთან ურთიერთობის შემთხვევაში ჩვენ არ დავზარალდეთ არანაირად. და ეს ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. და ბოლოს თქვენი შეფასება, როგორ ხედავთ უახლოეს პერიოდში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას? ჩემი აზრით ამერიკასა და საქართველოს შორის რაღაც პერიოდის შემდეგ გაღვება ეს ყინული და დაიწყება ახალი ურთიერთობის ფურცლის დაწერა და ეს ფურცლის ერთ მხარეს დგას ქართული სახელმწიფო ინტერესები, რომელიც მე ჩამოვთვალე უკვე და მეორე მხარეს იქნება ამერიკის სახელმწიფო ინტერესები. ამერიკას უეჭველად უნდა რომ კავკასიაში დარჩეს და იყოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. შესაბამისად უნდა მოძებნოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ თავში ფინანსური და ლოჯისტიკური რესურსები, რათა დიდი პროექტები განახორციელოს ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ კარგ შედეგს მოიტანს როგორც საქართველოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ანუ რაღაცა იდეოლოგიური და სამხედრო დაპირისპირებებიდან უნდა გადავიდეთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საინვესტიციო მიმართულებით, რაც უეჭველად კარგ შედეგს გამოიღებს იმას, რომ მეტი ამერიკელი ბიზნესმენი ჩამოვა საქართველოში და დაავანდებს აქ ინვესტიციებს, დაიწყება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ამერიკას შორის, საჰაერო გადაფრენები და სავიზო მიმოსვლასაც რამე ეშველება ამერიკასთან. იმედია ეს ყველაფერი მომავლის პერსპექტივაში გადაწყდება. ის ტყუილი, რომ საქართველოს თითქოს რუსეთის პოლიტიკას ატარებს, ირანის პოლიტიკას ატარებს და ასე შემდეგ, ეს არის ტყუილი და ეს ამ ტყუილზე ჩემი აზრით ამერიკის სახელმწიფო არ უნდა წარმოიღოს. მადლობა. მადლობა.